ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ რევიზორის პრემიერა გაიმართა ნიკოლაი გოგოლის პიესას სცენაზე რეჟისორმა გიორგი კაშიამ გააცოცხლა. ნაწარმოები აქტუალურ თემებს ეხება და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს ასახავს. რევიზორი მეორე ნაწარმოებია, რომელიც რეჟისორმა გიორგი კაშიამ ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე მოკლე პერიოდში დადგა. მანამდე მაყურებელმა დავით კლდიაშვილის დარისპანის გასაჭირის ადაპტირებული ვერსია იხილა. ძალიან მღელავდით, იმიტომ რომ არ იყო მარტივი, ასეთ კლასიკას შევჭიდებოდით და ვფიქრობ, რომ რეჟისორმა და მასთან ერთად მსახიობებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი. მე მოწვეული ვარ, სტუმარი ვარ და აუცილებლად უნდა ვთქვა ეს, რომ დამხვდნენ სიყვარულით, ისე როგორც ნამდვილ პროფესიონალებს შეჰფერით. და ვფიქრობ, რომ მეც არ შევარცხვინე მათი მოლოდინები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შედგა ეს პრემიერა მართლა ძალიან ნიჭიერი ბიჭის მიერ დადგმული გიორგი კაშიას და ჩვენი არაჩვეულებრივი დასი ფაქტიურად თითქმის სრული შემადგენლობით მონაწილეობდა და რაღაცა ემოციური დღე არის რა ნამდვილად და მადლობა მაყურებელს იმისთვის როგორც მიიღო ეს სპექტაკლი. სპექტაკლმა რომ საინტერესოდ ჩაიარა, ამაზე მაყურებლის რეაქციაც ნამდვილად მეტყველებს. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის დრამატული თეატრის ყველა თანამშრომელს. ჩვენ 2 თვის განმავლობაში მუშაობდით ამ ძალიან დიდ სპექტაკლზე და ვფიქრობ, რომ იმედები გავამართლეთ, საკუთარ თავს გავამართლეთ, ერთმანეთს გავამართლეთ და ბათუმელი მაყურებელი კიდევ ერთხელ ისეულად წავიდა ამ თეატრში. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ამ საქმეში, რადგანაც თქვენთ ნახეთ ალბათ რამდენი მსახიობი მუშაობდა სცენაზე ერთდროულად, ამიტომაც ის არ იყო მარტივი ჩემთვის. ეს იყო ძალიან რთული პროცესი, ასევე მსახიობებისთვის, ასევე ჩემთვის და ასევე მთლიანი შემოქმედებითი გუნდისთვის, რადგანაც იყო პრაქტიკულად რაღაც კომპაქტური დრო და იყო ძალიან დიდი მასალა და ძალიან ბევრი ადამიანი. მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე შედგა და მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის თეატრს.